Ქონია შემთხვევა, რომ რაღაცაზე ვთქვი, პატრიარქი უნდა გიყვარდეს. რავო, პატრიარქი უნდა გიყვარდეს. რატო უნდა გიყვარდეს პატრიარქი? მამა რატო უნდა გიყვარდეს? დედა რატო უნდა გიყვარდეს? აქ კითხვის დასმაც კი არ შეიძლება და როცა ამ კითხვას ვსვავ, დამთავრებული საქმეა. ეს პატრიარქი რატო უნდა გიყვარდეს, ეს იმ რანგში გადის. სამშობლო რატო უნდა გიყვარდეს, დედა და მამა რატო უნდა გიყვარდეს და ასე შემდეგ. რატო უნდა გიყვარდეს? ნუ გიყვარს, იყავი ის. მიხედე შენ თავს, გაიაზრე შენი ცხოვრება, ვინ ახარ, რა ხარ, რისთვის დაიბადე, რისთვის არსებობ, სიმდისი გაქვს თუ არა გაქვს. ჩაიხედე, იფიქრე, რაღაცის შეგცხვეს, ხო და ათეისტი რო ხარ, მაგარი სირცხვილია, მაგარი სირცხვილია. იმ ტკივილ გამოტარებულ ქვეყნის შვილისათვის, რომელსაც საქართველო ქვია და ეს ტკივილი სულ ახალ დამთავრდა 70 წლიანი უღმერთობა. ხო და თუ ცოტათი მაინც ადამიანს პატრიოტული გზნობა აქვს და სამშობლო უყვარს, ვერ იქნება ათეისტი. თავის წინაპრების სარწმუნოება მაინც უყვარს თვითონ თუ არანაირი გამოცდილება სულიერი ცხოვრების არ აქვს, პატივს მიაგებს და იმას მაინც იტყვის, რომ აუ ძალიან მაგარია ეს, უბრალოდ მე რაღაცა ვერ ყვევი ჯერ, მაინც ხვალ რაღაცა, მაგრამ ეს ძალიან კარგია. პირიდან არ ამოუვა ეკლესიის საგმობი, პატრიარქის საგმობის სიტყვა პირიდან არ ამოუვა.